11 საათი 24 წუთი 32 წამია და ყველაზე მნიშვნელოვანი 1 ნოემბერია. Რაღაცნაირად არ მომწონს რომ შემოდგომა იწურება. თქვენ მე ვერ გეტყვი რომ არ მომწონს. ნოემბერი რო იწყება იმ წამიდან ვარ ნოემბრის ბოლომდე განსაკუთრებულად ბედნიერი მიყვარს ეს თვე, ჩემი თვე არის და ვინც ახლა რომელთვის არის დაბადებული, დარწმუნებული ვარ, ეგეთი სენტიმენტები აქვს და ძალიან ვიხარე. მე ესე იგი ოქტომბერი უნდა მიყვარდეს განსაკუთრებით. შემოდგომა მიყვარს. შენ ცხელი ხალხი ხარ? აგვისტო ცოცხლოვანი. მოკეთ საფხული ხო უცებ მიიწურა. ანუ მართლა ემთხვევა ეს ყველაფერი. კი. მაგრამ ნეტა მართლა ესეა, ვინც როდის არის დაბადებული, განსაკუთრებულად ის სეზონი. ნუ საბარო, ვისაც თავისი დაბადების დღე უყვარს, ლოგიკურად ეგრე იქნება. აი და ვისაც ბევრი წელიც ძალიან მიყვარს, ამიტომ. არა, შე ყველაფერი გიყვარს, მახსოვს გაოგნებული რო გისმენდი შარშან მეკვლის თაობაზე, წელსაც მოგვიწევს ამზე ლაპარაკი, ვინ როგორი მეკვლია და რას აპირებს, მაგრამ სამი შვილი, ლაქტაცია, პარალელურად სამსახური, პარალელურად ბევრი სხვა საქმე და ეხლაც ჯერ კიდევ მეძუძური დედა ხარ. ვარ, რატომ არ მოყავს ხოლმე ბაღანა აქანა? როგორც ვიდეოებში გვინახავს. ხო, კარგი აზრია, მაგრამ ისა თქვენია ჯერ. არა, ხო, ნუ ეს თავისთავად, მაგრამ არსებობს ახლა 1000 აქსესუარი, რითაც შეიძლება ეს ლამაზად დაფარო. კი, ლამაზად დაფარო ყველაფერი და ნუ ჩემთვის ლაქტაციასთან და დარწმუნებული ვარ, მარტო მე არა ვარ, ყველა ქალისთვის ასოცირდება ეს ქალბატონი დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ტელეფონში ძალიან ბევრჯერ მინახავს, რომ დარეჯანი ლაქტაცია უწერია ყველას. მე მეცაც გეტყვი, დარეჯანი ძუძუ, პირდაპირ ძალიან ხშირად შეიძლება ასეთი. შეიძლება ასეთი. უნიკალური ქალბატონია, ძალიან მაგარი ქალბატონია და ბევრის მხსნელი არის იმ ურთულეს პერიოდში, როდესაც ძალიან დაბნეული ხარ და გჭირდება ადამიანი, ვინც არის პროფესიონალი თავისი საქმის. ისე რა საინტერესოა, ჩემს გარშემო მეძუძურ დედების 100% არ არის თქვათ პროცესი ჯანმრთელი. ყველას რაღაცა ემართება მინიმუმ. ნუ სიცხე უწევ შეიძლება მასტიტი, ჩამაგრება, სადინარების, ანუ ეს პრობლემა ყველასთვის არის თუ მაინც არსებობენ ქალები, ვინც უმტკივნეულოდ ამ პროცესს გადიან. შენ? ეცა მე გამიჭირდა ეგ პრობლემები არ მქონდა, მაგრამ როცა უკვე ანებებდა თავს, იყო ადამიანი, რომელიც ხელით ხო აკრობდა ნორძეს, იმიტომ რომ ტაბლეტის რაღაცნაირად შემეში და მაშინ პატარა ვიყავი და რო წავიკითხე ანოტაცია და უკუჩვენებები, ნუ გადავირიე და ამას მე ვერ დავლევ და დღეში სამჯერ მიწევდა კონკრეტულ ადამიანთან მისვლა, რომ ნელ-ნელა ეს რძე გაექრო და შემდეგ აყვრა და უკეთ რა ხო ახლავს ეს სირთულეები ნამდვილად ლაქტაციას. მე კიდე აყვრა მომიწია და ამას კიდევ სხვა ძალიან ბევრი და დიდი პრობლემები მოყვა. მოკლედ ბევრი კითხვა არის ლაქტაციასთან. მე კიდე დარეჯანი მყავდა და საერთოდ პრობლემები არ მქონდა. აჰა, დარეჯანმა გადაარჩინა. შევიძახოთ ლაქტაციის სპეციალისტი დარეჯან თოდუა შემოგვერთდება და ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე დაიწყებს საუბარს. მობრძანდით. განახვა, დარწმუნებული ვარ, რომ თანაბრად ყველას გაახარეს. დაბრძანდით. ძალიან სეციამოვნოა. გამარჯობა. დიდი მადლობა რომ მოხვედით. პირველ რიგში მე მინდა მოგიესალმო მთელს თქვენს სტაფს ყველას. მადლობა უნდა ვუთხრა ყველა დედას, ვინც მე მიყურებს და ყველა პატარა ბავშვს, რომელიც არის იმ დედის ხელში და იზრდება დედის უთუთი. ძალიან კარგი მისალმება არის. დარეჯან, დიდი მადლობა მინდა გითხრა იმ ქალბატონების სახელით, ვისთვისაც მართლა ხსნა ხარ და აგერ 2 წუთის წინ გვაქვს ეს მაგალითი, რომ ძალიან რთულ ოპერაციას გადაარჩინე ჩემი მეგობარი და ყოველდღე მწერს ამისთვის მადლობას. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა რომ არსებობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რითაც მინდა დავიწყო, რომ ხომ არის ეს რაღაცა გაიდლაინები, რომელიც ყოველ წლიურად იცვლება და აი ხა ამ სიახლეებს კიდე გადასარევი ჯგუფი ლაქტაციაზე ყოველთვის გვამცნობს და აი დარეჯანი არის ქალბატონი, რომელიც ყოველთვის ეწევა დროს, ყოველთვის ცვლის და თავის პროფესიაში მართლა გურუ არის და მხსნელი არის. ანუ არ არსებობს გაიდლაინი, რომელიც ერთნაირად თქვათ მოარჩენს ქალს. არ არსებობს გაიდლაინი, რომელიც ერთნაირად მოც. ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველა სხვადასხვანაირად. ყუპიდები რომ არიან, ისინიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომ მათი რძეც, მათი ხსენიც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბავშვი რო იბადება, ის ბავშვი თავისი ხასიათით იბადება. აი თავისი თანდაყოლილი ხასიათი აქვს ამ ბავშვს და ყველანაირად დედამ უნდა შეუწყოს, იმიტომ რომ უფროს იმ ოჯახში ის პატარა ბავშვია, ის ჩვილი არის. იმას უნდა ბავშვს ყველაფერი
ესმის დაბადებიდანვე კი არა, სანამ დაიბადება. ყველაფერს ხედავს, ყველაფერს გძნობს აბსოლუტურად. თქვათი დედა ცოტა ცუდად არის და არ შეუძლია. ბავშვია, მაგრამ ხმას არ ამოიღებს. ელოდება იმ დედას, რომ აი როდის გახდება კარგად და ელოდება. აი ყველაზე პატარა რაღაცას გეტყვით, რომ აი რომ მივალ და რატო ტირის ბავშვი ვეკითხები, არა, რა ვიცი, ვერ გავაჩერე. აბა ერთი დაელაპარაკე თუ რამესეთ. არა, ვერ ვაჩერებ. მოვკიდე ბავშვს. აბა რა გინდათ, გავიცროთ ჩვენ ერთმანეთი, გავიცნობთ ერთმანეთი, იმ წუთში ჩერდება. მიყურებენ ეს ბავშვები ისეთი თვალებით, რომ თითქოს დიდი ხანია მიცნობენ და დედამის ხო უფრო მეტად იცნობენ. და დედას რა ხდება, იცით? პირველად უჭირს აი იმ სიტყვის წარმოთქმნა. აი რომ გაჩნდება ბავშვი დედის გარეშე არ შეუძლია. არა კი არა, ძუძუსთან მიდის პირდაპირ, მუცლიდან გამოსული. რატომ მიდის, იცით, ძუძუსთან? აი ხო დედის მუცელში იზრდებოდა 9 თვის განმავლობაში დედა ყვაპებოდა თავისი ყველაფრით, არა? და რო გაჩნდება და ცალკევდება და გადის დედისგან, ხო? ისევ დედასთან მიდის, ისევ იმის კანთან, კანთან კონტაქტი უნდა ქონდეს დედასთან. არა, წოვას რო იწყებს, წოვას რო იწყებს, წამში, იმიტომ რომ ეს თანდაყოლილია, ესეც, მაგრამ არის რომ ხანდახან უჭირს ბავშვს მისვლა დედასთან, უჭირს ვერ წოვს ბავშვი, უნდა ასწავლო აუცილებლად, ამას დედა ხო ვერ ასწავლის, უნდა ასწავლოს ლაქტაციის სპეციალისტება. აი სიყვარულით, აი სიყვარულით, ეს როგორ გითხრათ, ვერ აღწერ, ეს ისეთი სითბო, ეს ისეთი სიყვარულია, ეს ისეთი უმანკოება ბავშვი რომ იბადება და ეს ბავშვი მიდის დედასაც, სასწაულია, აი სასწაულია და ასე რომ მიუსვამ თავის დედიკოს ბავშვს და ვერ წოვს. აბა ნახე რა გემრიელი რძე გაქვს და აი ასე ეძებს სასწაულად ეძებს ბავშვი. რა ვქნა, შეყვარებული ვარ ბავშვებს ედაკედებს. ყველა ქალმა უნდა იმეცადინოს, ასე ვთქვათ, აუცილებელია. აი როგორ ჩაუდოთ ძუთითი როგორ აუცილებელია, ეს აუცილებელია. ხან არის ბავშვი ისეთი ჭკვიანია, ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ბავშვის მინუსი დედამ უნდა გაიგოს. მამას ვერ ხვდება დედა, რატო არიდებს, ეჩხუბება. ხან იტყვის რომ რა არის, მოვკვდი იმდეხას მწოვს, თელი დღე მწოვს. უყვარს ის დედა და სხვა დედა არ უნდა და მწოვს. 17 წელი გავიდა, რაც ჩემი შვილი გავაჩინა და დღემდე აი სუყურში მაქვს, აი როგორც გემრიელად მიირთმევდა ძუძუს და ის პროცესი აი რომელიც თქვენ თქვით რომ აი მუცელზე გაჩნდა თუ არა და აი რომ დამაწვინეს და აი პირდაპირ ძებნა დაუწყო რომ ეჭამა მართლა დაუწყარი წამები და წუთებია და პერიოდი და არის ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ჩვენისთვის მიიღოს დედის რძე. თუმცა ნახე სალომე ყველაზე მნიშვნელოვანი დაუბრუნდეთ მეცადინეობას ასე ვთქვათ ქალის. მე პირადად რო ვიმშობი არა, მე საერთოდ არაფერი ვიცოდი ლაქტაციაზე, პირდაპირ შეხება დავიწყე ბავშვთან და ძუძუსთან მაშინ როდესაც ვიმშობიარე. მე აღმოჩნდა რომ მაქვს ვიწრო სადინარები, აღმოჩნდა რომ ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ჭამის პროცესი, აღმოჩნდა რომ ჩემმა შვილმა მომაჭამა თავის ღრძილები ძუძუსთავი. მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემას შევასკდი უცებ. როგორ უნდა დავადგინოთ სადინარით? აი ეს რაც თქვენ ჩაბათვალეთ, ეს არ არის სწორი. სადინარები ვიწრო და ესეთი არ არსებობს. კი, როგორ არა. შეიძლება მამოლოგმაც გითხრას, მაგრამ ლაქტაცია ეს სხვა მეცნიერება არის. ეს არც პედიატრია და არც ბიანგინეკოლოგია. ეს სხვა არის. ეს ისეთი რაღაცა არის. არ არსებობს ყველა ადამიანს. ზოგი ვენად ვიწროა, ზოგი ვენა მსხვილია. ასები ადამიანის სარძევე ჯირკვლის მილები, ხო? როგორ შეიძლება ვიწროა? თავარია მოჭიდება ასწავლო ბავშვს. თავარია ჩადება, სწორი მოჭიდება აწესწავლო. აუცილებელი რომ ხელი უნდა აწიოს სარძევე ჯირკვალზე. სარძევე ჯირკვალი გავს ბუშს. ბუშში რო წყალს ჩაასხავს, ხო ჩადის დაბლა. ასევე სარძევე ჯირკვალში ჩამოიკიდება, როდესაც სარძევე ჯირკვალში რძე შემოვა, ხო პროლაქტინი გორმონის საშუალებით, ხო ჩამოიკიდება. ამიტომ პატარა რაც კიდე 1 წლისაც რომ იყოს, უნდა მიეხმაროს. ანუ ჭურჭელივით უნდა ავწიოთ, რომ სითხეს გაუმარტივდეს გადმოსვლა. უნდა აწიო აუცილებლად და ძუძუს ძრილი რომ არის იქ ზემოდან თითი უნდა დააჭირო რომ უნდა აპრიხო ის ძუძუს თავის ზემოთ უნდა ატყო. ყველა ქალი 9 ბავშვი ყავს, 5 ბავშვი ყავს, 7 ბავშვი ყავს, 4 ბავშვი ყავს, 3. ვაიმე არ ვიცოდი 9 ბავშვს ასე არასწორად ვაჭმევდი. რატო უნდა იყოს სისხლდენა? არავითარ შემთხვევაში ბავშვმა ძუძუს თავი არ უნდა მოწოდოს. ანუ ზემოთ თუ კი მიმართულებას მივცემ ძუძუს დროს ნიშნავს რომ სისხლამდე არ მივა ჭამის პროცესი. აი იცით
როგორ უნდა იყოს ეს ხომ ძუძუს თავია ზუსტად ძუძუს თავის ზევით უნდა გიყურებით არეოლა უნდა მოწოვოს და ძუძუს თავის სასაზე უნდა იდებოდეს ბავშვი აი ეს არის ამას არავინ არ ასწავლის ეს არსად არ არის მე გერმანიაში ვშობდი და იქ ყველა სასწავლია მაგრამ საქართველოში არ არის ესეთი სწავლება ანუ იქ ორსულობის დროს ასწავლია ხომ ალბათ ვიდრე კურსებია უფასო კურსებია რომელიც სახელმწიფო აბინასებს ამას ყველაფერს და აი ამ კურსებზე ასწავლიან ორივე დადის მამაც და დედაც ორივე დადის ორივე იღებს ამ განათლებას აუცილებელია რომ საქართველოშიც იყოს ესეთი რაღაცა ისე გული წყდება რომ ჩემი ქართველი დედებმა სიფსივე აღარ ექნება არასდროს ქალბატონებს მოიცა თუ ლაქტაცია სწორად წარიმართა ამ ქალს შანსი იმისა რომ სიმსივნე დაემართოს აქვს გარანტია ნული აუცილებლად და რაც უფრო ხანგრძლივად წოვს ბავშვი ძუძუს აი თქვათ 2 წელიწადი ქალის ორგანიზმი თავისუფალია ყველაფრისაგან ხო არის ყველაფერისაგან მენსტრუალური ციკლი არ არის არაფერი არ არის ზოგს არ აქვს მენსტრუალური ციკლი ისვენებს ქალის ორგანიზმი ისვენებს ეს ძალიან დიდი ძალიან პრევენცია ისეთი რომ ზუსტად ხსენი ისეთი ნივთიერება არის ბლანტი უფერული სითხე რომელიც გამოდის ქალის პირველი ნაყოფი პირველი რომელსაც ბავშვი იღებს და ეს არის იგივე იმუნიზაცია ბავშვის პირველი იმუნიზაცია აი ხსენი რო ჩადის მოედება მალამოსავით მთელს ნაწლავებში და მე ამ ხსენს დავიდებ ხელზე ხოლმე და არ მეზისხება ძალიან კარგია დავიდებ და როგორც მალამო აი ესეთი პრიალებს და გინდა ქაღალდით გინდა ნაჭრით რომ მოწმინდო ეს არ მოიწმინდება ხალხნო ხელი მიშეშდება როგორც ლაქს წაისმევ ანუ დამცავი ფუნქციასავით ლორწოვანზე დიახ და აი ეს არის თავის ტვინის განვითარების მეხსიერების განვითარების, მოტორული გზების განვითარების, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, იმუნიტეტი და ყველაფერი და სიყვარული, რაც თავარია კანიკანთან კონტაქტი და სიყვარული დედისა და შვილისა. მაგრამ აი არა მაქვს რძე და სიყვარულს კანიკანთან, ანუ ამ აქტს ვახორციელებ, მაგრამ ვაჭმევ ხელოვნურ საკვებს. ძალიან დიდი განსხვავებაა ასე ჯანმრთელობის მხრივ ბავშვებს შევდრო. არ ვარღვევ არაფერს. გარდა იმისა, რომ რძე არ მაქვს. ჯანმრთელობის მხრივ ძალიან დიდი განსხვავება. როგორ გითხრათ ახლა, აი რა შევადაა რომ არ ვიცი სად იკრას რომ მიირთმევთ და სად ხავსას რომ შეჭავთ ანუ ხიზილაო და ხამსა არის შედარება ძუძუთი კვებასა და ხელოვნურ კვებას შორის და აი თქვათ დედა აჭმევს ეს არ არის პრობლემა რომ დედა აჭმევს ხელოვნურ კვებას პრობლემა არ არის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ეს პრობლემა ჩათვალოთ რატო არ შეუძლია რაღაცა ანა დაავადება აქ რაღაც არ შეუძლია დედას არის რომ არ შეუძლია აი მე არ შემეძლო მაგიტომ მაგრამ თავარია თქვენის ბავშვი მაინც უნდა ჩავიდოთ ძუძუკში მაინც უნდა ჩაუდოთ ძუძუკში აქვს და თუ არაფერი არ მოდის იქიდან მე რა რომ არ მოდის ეს თქვენი სიყვარულია თქვენ ორგანიზმში ოქსიტოცინი გამოიყოფა ოქსიტოცინი გამოიყოფა და საშვილოს რომ კარგად იკუმშება რა თქმა უნდა ასე ღდება როგორც ბარდის პატარა კოკორი გაიშლება და ასე გაფართოვდება და ლამაზი ყვავილი შეიქმნება აი ესეთი იქნება თქვენი შემდეგი ორსულობისთვის თქვენი საშვილი კი კარგით ისევ კი მახსოვს ყველა ძუძუს მოწოვა ტოლფასი იყო ტკივილის საშვილოსნოში აი პარალელურად იკუმშებოდა აქინარზე გამოდიოდა და აქ საშვილოსნო იკუმშებოდა აი პროლაქტინის გორმონიც ხო აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში პროლაქტინი არის ძუძუს მოყვანი გორმონი ხო აი ეს ძუძუს მოყვანი გორმონი ხო მოდის ქალში მოდის მაგრამ არ არის ძუძუ ხო რაღაცნაირად აი ეს გორმონის გათანაბრებაც ორგანიზმში აუცილებელია ამიტომ ჩაუდე ძუძუ პირში რა მოხდება სულ ეს არ ვიცოდი რამე არსებობს და რა ამაყება რა წელიწადი და 8 თვე ვაჭამე უბედნიერი აი სამაგეროთ ისეთი ჭკვიანი იქნება ბავშვი რო თქვენ 18 წლის გოგოა უკვე და ხო ისე ჩვენ საერთო მეგობარს არ დავასახელებ ახლა მე შეიძლება მეჩხუბოს 4 წლის იყო მისი შვილი ყველა კბილი პირში ქონდა ბაღში დადიოდა უკვე პრესკულში აპირებდა წასვლას და ასე კატლეტის ხელში მიადგებოდა დედას და როგორც წყალს ისე აყოლებდა ძუძუს მასაც ქონდა რძე ამდენი ხანი შესაძლებელია ორგანიზმში 2 წლამდე ეს უკვე ჩვევა უკვე ჩვევა უბრალოდ 2 წლამდე აიყურეთ რა ხდება კიდე რა კარგად გითხარით მაგრამ ეს წლის თავზე ზუსტად ეს უმეტესობა არის წლის თავზე დედის ძუძუს რძე
გადაიზრდება იმათ რა ქვია ხსენად. ისევ ხსენად იქცევა. ზუსტად წლის თავზე ისევ ხსენად გადაიქცევა და ეს არის შემდეგი იმუნიზაცია ბავშვის. ეს არის შემდეგი დაცვა ბავშვის ამ ქვეყნური ცუდი კვებისაგან. აბა 6 თვეზე მეტი არ უნდა აჭამო ბავშვს, ესეთი მოსაზრებაც არსებობს. 6 თვემდე მარტო ძუძუ უნდა აჭამო. საერთოდ მე უკვე მყარიკვება შემოდის ძუძუსთან ერთად. მყარიკვება, მე უკვე შეგიძლია შეანაცვლო ბავშვი. ამებს უკვე პედიატრიული სამსახურია ეს და რაც ლაქტაცია შეიკეთებს. ანუ 1 წლის შემდეგ ხსენსაც რომ ერთმანეთს აუცილებლად რამდენჯერმე ხალებს ვეუბნები რომ გეხოცები გადააცილე ცოტა რა მოხდება 1-3 1-2 თვე რომ აი სიც მიიღო შენ ბავშვმა რომ გარანტირებული იყო რომ ბავშვი აქეთ-იქით მოიქიბებთან არატარო და ყველაფერი კონდეს დედის ეს ხო დედის ძუძუ ეს არის დიდი საჩუქარი შვილისთვის და შვილი არის დიდი საჩუქარი დედის. ქალბატონო დარეჯან, ცოტა მითებზეც ვილაპარაკოთ რა. აი მე გამიგია ხა თქვენთან მაქვს ბედნიერება რომ ურთიერთობა მქონდა და გამიგია თქვენგან რომ ზე არ ყოფნის არ არსებობს ეგეთი რამე და ძალიან ხშირად ახლობელი ადამიანები აწვალებენ ახალ დედას რომ აი არ ყოფნის და დაამატე არ ყოფნის. ეს მითია და ძალიან მიხარია რომ გავიგე და გავუძელი ყველანაირი მითია ზე არ ყოფნის არის მითი. აბა რომ ტირის და გამართლება ეს არის. ტირის ბავშვი, ტირის რატო უნდა ხარ დედა? იმიტომ რომ უნდა იკონტაქტო შვილთან. პირველი დღიდანვე უნდა იკონტაქტო. იმას ხმა არ უნდა, ცხრათე თქვენ ხმას ის და მამის უყვარს ხოლო დედა და მამა ამ ბავშვს. როგორ თქვენ გიყვართ თქვენი მშობლები, იმასაც თავისი მშობლები. ხო, მაგრამ აი ტირის ესე იგი საჭმელი აკრია ლოგიკურად ვამატებს საჭმელს და ბავშვი წონაში არ იმატებს, უნდა დავამატოთ, მაგრამ აი ხო რა უნდა ვქნათ ბავშვთან. ისევ დაიჭენ ამ ბავშვს, როგორც გიდათ, რა წესითაც გიდათ, ძალიან ბევრი პოზიციებია ბავშვის კვებისა. დაისვამთ ბავშვს და ელაპარაკებით. აი დაუწყეთ ლაპარაკი. დედა, შეგონია მე ძუძუში რძე არ მაქვს? იცი რამდენი რძე მაქვს? ასევე ამ თქვენ ხელს მარჯვენად იქნება თუ მარცხენა, ამოწევ ზევით, დაუწევ ძუძუს და აბა მოწოვე შვილო მოწოვე, რომ დაიწყებს ბავშვი ძუძუს იწოვას, თქვენ გაგიკვირდება რამდენჯერ მე თვითონ მქონია პაწაწუნა ძუძუებზე, რომელშიც ძუძუ არ ჩანს. დამიდია ხელი და შემშინებია, იმიტომ რომ შეივსო, იმიტომ რომ ძუძუს რძე მოდის თავის ტვინიდან. ანუ კი ჰორმონებია ყველა. ყველაფერი მოდის თავის ტვინიდან და მოუწოვია და მოუწოვია. არ იყოფა მეორე კერძზე გადაიყო. ძუძუ არის აი პირველი რძე და წინარძე და უკანა წერრძე. რო დაამთავრეს წინარძე, შემოხადავს ცოტა იმას გიზარდ რომ აღარ მოდისო. თქვენ ეუნებით ის როგორ არ დედა აბა მოწოვე წამოვა მეორე ერთზეც დაამთავრებს და კიდე არ ყოფნის ხო როდესაც ერთი ძუძუდან ბავშვი წოვს მეორე ძუძუში რძეთ იქ პროცესი მიდის ხო მეორე ძუძუში რამდენი არის რომ ერთი ძუძუდან აწოვე მეორეზე ჰაკა აქვს და გაგედებული რომ ის არ დაეკარგოს ის რძე მართლა არ უნდა დაკარგოთ ეს ერთი წვეთი რძეც არ უნდა და ხანდახან ხომ არის აი მაგალითად მე ძუძუმტეები მყავს იმიტომ რომ დედაჩემს არ ქონდა რძე თუ პირიქით არ მახსოვს და გვაქვს ნაწოვი რამდენიმე მართლა ითვლება ძმათ რახან ერთი ძუძუ გვაქვს ნაწოვი რამდენად შეიძლება ანუ ხო რამდენად მისაღებია არ ვიცი მაგრამ ძუძუ ისეთია რომ შვილმა დედის ძუძუ და მოწოვოს და ხელოვნურის კვებას ისევ ჯობია მაგრამ არ შეიძლება სხვის იმიტომ რომ აგრე არ იყო ასეთი ინფექციები ეხლა რა საშინელი დაავადებებია და გირჩევნიათ რომ ისევ რაც გაქვთ თქვენი ძუძუ აჭამოთ თუმცა კი ეხლა ხო ჩემმა დამ გააჩინა და ნუ რა თქმა უნდა ქალბატონი დარეჯანი ნინიკოსონაც გააჩინდა და ხო და მეც ვეუბნები რომ ო რა მოხდება მე ვაჭმევ ცოტა ხანი ძუძუს არავითარ შემთხვევაში არ მოცა მისი უფლება რა იმიტომ რომ 3 თვის ყავს და 4 თვის და ის 3 დღის ბავშვია ამის შემადგენლობა უკვე სხვანაირია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან ყოველდღე იცვლება დედის ძის შემადგენლობა ყოველდღე ანუ ხასიათის მიხედვით თუ ბავშვის განვითარების მიხედვით იცვლება დედის ძის შემადგენლობა ასაკის და მიხედვით როგორ იცვლება პირველ დღეს ვარი მეორე დღეს ვარი მესამე დღეს ვარი მეათე დღეს ვარი ერთი თვითონზე ხვარწია რომ დაატოვოთ მაცივარში და შეინახოთ ნახავთ რომ ყოველ დღეს სხვადასხვა და ერთი ძია ეს არ უნდა დავარღვიოთ ეს ციკლი არც ერთ შემთხვევაში
ასეთ ბავშვს ის რაც ეკუთვნის იმ დღეს ნანუკას 3 თვის რძე რატო უნდა მისცეს 3 დღის ბავშვს აი იმან შეუძლია ნანუკაშვილს საჭამოს თავისი რძე ის უფრო ნაზია ეს უფრო სხვა არის ამას უფრო სხვა ამის უფრო სუყეა და გაჯერებულია ბევრი იმას უფრო ნაზი საჭმელი უნდა დარაჯან ეს კითხვა მე მაქვს რეზოს უარყოფითიანი სისხლი ჩემს შვილს დადებითი აი ამ შემთხვევაში თუ არის რა აიმე კავშირში ძუძუც იყვება ეს პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს ეს ნამდვილად უნდა გადაწყვიტოს პედიატრმა მაშინ მე დავბრუნდები ონკოლოგიის თემას პირველად როდესაც მამოლოგთან წავედი ულტრასონოგრაფიულ კვლევაზე როგორც კი დამატო თავის აპარატი მითხრა აბორტი გაკეთებული გაქვს და კი ავარიაში მოვყევი ვიყავი ორსულად და მომიწია აბორტის გაკეთება ორჯერ ანუ ორივე იყო ექიმის მიერ და ანუ მიმართვა მქონდა რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა დღესაც ვნერვიულობ ამ თემაზე და ძალიან გამიკვირდა მამოლოგმა რომ მკითხა აბორტი გაკეთებული ვერ მივხვდი რა კავშირი ქონდა ჩემს შეწყვეტილ ორსულობებს ჩემს ძუძუსთან აღმოჩნდა რომ აქ იწყება პროცესი ორსულობის პირველი დღიდან არ ვიცი რძე დგება თუ არ ვიცი რა ხსნარია და შემდეგ პროლაქტინის და შეწყვეტის შემთხვევაში შემდეგ უკვე ეს ყველაფერი რაღაცა ფორმას იღებს ძუძუში რა ხდება აბორტის დროს ძუძუში მაგი უნდა გითხრათ მია გინეკოლოგმა და მამოლოგმა აუცილებლად მაგრამ ფაქტია რომ პროცესი მიდის მაგრამ მე მაინც ასე მიდის და როგორი პროცესი მიდის აი რომ მე უნდა გავიშრო რძე ხობოსკას ამ დროს რა ხდება მოდის შენთან პროლაქტინის ჰორმონი გევსება და შენ უცებ სტრესულად აშრობ მაგას სტრესულად იწვიტავ ბავშვს ხო აი ეს არაფრით არ შეიძლება აი როგორ ხდება სწორად აი როგორ უნდა შეწყდეს ლაქტაციის პროცესი როგორც მივხვდით 2 წლამდე არის ხო თანდათანობით მოიკლებს რაც უფრო გვიან მოწევს აი სამსახური მაგს და ვერ ვაჭმევ ძუძუს კაი ვერ აჭმევ შევატევზე ნუ თუ არ არის რომ ტუალეტში შეხვიდე სიგარეტი არ მოწიო და გამოიწოლო ის ხო შეიძლება შუა დღეზე რაღაცა არსებობს რომ გამოიწოლო რაღაც დილას აღამოც მაინც აჭამე აუცილებლად და მე თანდათანობით რომ შემცირდება კვება ბავშვისა ისიც შემცირდება თანდათანობით რაღაცა ძალიან დიდი უცნაურობა უნდა გითხრათ ბოდიში რაღაც ნახე როგორი რაღაცა არის იგითი რამე არ მქონია პირველ ჯერზე არ ვიცნობდი ქალბატონ დარეჯანს და მე ნინას ძუძუ ვერ ვაჭამე დამყარე მალევე ფარხმალი კი იმიტომ რომ მივხვდი რომ მტკივნეული იყო პროცესი და ვერ ერეოდი. ანუ საერთოდ მოჭიდება ვერ შევძელი. ანუ მე მაქვს ისეთი აგებულება მკერდის, რომ მოჭიდება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამიტომ მალევე დავყარე ფარხმალი. აი იკუნას დროს უკვე ის ჩემს გვერდით იყო და მართლა ზუსტად 2 წუთში დაიწყო ბავშვმა შეუძლებელი რომ გეგონა ის რაზეც შეუძლებელი შევძელი მართლა, იმიტომ რომ პირდაპირ რაღაცნაირი ილეთებით, ლოცვით მოდის, გაწვენს, ქალმა უნდა დაისვენოს, თავმა უნდა დაისვენოს, შვილი უნდა, აი, ყველაფერი იცის, აი ეს 2 წუთში გილაგებს. ისე ასეთი სიყვარულით ადამიანს თავის საქმეზე ელაპარაკოს, მე ძალიან დედას გეფიცები არ მინახავს და მარტო ამისთვის დიდი მადლობა რომ თქვენს პროფესიას რომ უთხრა რომ არა ვერ ვაჭმევ და ამაზეც მინდა რომ მეკითხა მე რომ როგორ გადააფიქრებიებს ხოლმე ქალბატონებს რომელსაც მარხმალი მე ვერ გადამაფიქრებინეს, იმიტომ რომ ტკიოდა ძუძუ და არა სულიყავი, მე გადაიფიქრებდით. აი ხა ხალი იყო დღეს ძალიან ონკოლოგიური პაციენტი ვარ, რომ არ შემიძლია ძალიან ვიწვალეო და რაღაცა. იმდენი რამე უთხარი, არა, დღეიდან ვაწყებებ ძუძუს. ეს ძალიან ხშირია, ჩემთან არის ძალიან ხშირი. აი ალბათ ძალიან ბევრი ქალი მოწოვს ბავშვი მაპატიეთ რომ მოწოვს ბავშვი ძუძუს ეს სიამოვნებას გვრის ხალხო სტრესული მდგომარეობა ქალი რომ სტრესულად აჩენს არა რაღაც სასწაული ქონია არ არის ქალი მომზადებული მშობიარობისთვის არ არის მზად პატარა საკითხთან ათასი რამე პატარები უფრო კარგად მშობიარობენ ვიდრე დიდი ასაკის აი ის არ არის მზად ბავშვის მისაღებას ოჯახიც არ არის მზად არც მამა არ არის უნდა იცოდე რომ გეტკინება რა და ყველაფერი უნდა გაიგო. არა, ესე არ არის. მე ისე მტკიოდა ბოდიში გაწყვეტინებთ, ასე მეგონა რომ ბრიტვით მისერავდნენ ძუძუს. იმიტომ რომ პარალელურად პარალელურად ხოდ მე რა ვიცოდი. არავინ ყავდათ დამხმარე, არავინ. ამიტომაც დავდექი და ვთქვი რომ არ მომეკავოთ, ძალიან ცუდად ვარ. გზაზე მიდიხარ და არის ფსკული, უნდა ჩახვიდე და ვერ ხედავ. ვიღაცა მხოლოდ მოგეშველოს, ხელი მოკიდოს რომ არ ჩახვიდე, არ ჩავარდე. აი ეს არის ფსკული, როცა არასწორად უდებ ძუძუს პირში. აი რომ ჩაუდებ
თქვენ ეხლა ჩემ ძუძუს აჭმევთ, ნანუკამ რა მკითხა, იცი? შენ ჩაუდე ჩემი ძუძუ, შენ აჭმევ ჩემ ძუძუს, დაიძინე ნანუკა. ეს ბავშვი კარგად წავს, მართლა და ტირილი დაიწყო. ვერ დაიჯერა, ტირილი 100 არის, ძალიან ბევრი ქალები, 100 არის ძალიან. რამდენი სიფრთხილე მე მახსოვს, როცა ვაჭმევდი, შუქი მქონდა სუანთებული, ვიყავი ფხიზლად, რომ არ ჩამეძინოს და არის ხო სამწუხაროდ რაღაც შემთხვევები, როდესაც კერდი ძალიან ედება, ბავშვი წოვის დროს და უნდა გააკონტროლო აუცილებლად უნდა გააკონტროლო, მაგრამ ამასაც გააჩნია ძუძუ როგორია. არის ისეთი მკერდი, რომელთაც არ არსებობს, რომ ბავშვი დიდია და ბევრი რძეა შეგნით. არის, რომ არის ესეთი შემთხვევა. ისე ერთ რამეს მივხვდი, რომ თავარია მართლა ვიყოდ მზად იმისთვის, რაც გველის და სწორი ტექნიკით არ არის მაინც, ხო? არც ერთი ოჯახი. ეს არ არის. წინას არის პრევენცია, უნდა არსებობდეს ას. მე რა შემიძლია, არაფერი არ შემიძლია. თქვენ შეგიძლიათ დიდი სიყვარულით ასწავლოთ დედას, მამას, ოჯახის წევრებს სწორად როგორ მოიქცნენ და ვითომ ტკივნელი პროცესი. ეს პატარა პროცესი გეტყვი. აი ესეთი პიროვნებები იყვნენ ქირურგი, რეანიმატოლოგი და რეაბილიტოლოგი, ქმრები აი ესეთი და ესე რა ვქნა, ვერ უდებ დედა ამბობს, ვერ უდებს, რატო ვერ უდებს, იცით ნერვიულობს. ყველა თავზე ედგა ალბათ. ყველა, მაგრამ მეუღლე და ორივე დედა და მამა იყო ასე. და მეუბნება რომ ვერ უდებ, არ შემიძლია. კარგი რა გეხუწებია. აი მოკიდე ესა, აი არ მოუჭირო. თითი ზედმეტია. სარწმუნო ჯირყვა ძალიან ნაზი ის უნდა მოპრობა ჭირდება. ზედმეტი ხელის მოსვა, ზედმეტი ჭყლეტვა, ზედმეტი სტრესვა. რომ მიხოთ, აბა მოდი განახო როგორი რძე მაქვს მანახო. ესე ასე ხაჩავე ხშირად მინახავს. ეს არ შეიძლება. ბავშვი როგორც წოვს ძუძუს და იდებს, ხო, ისე უნდა ნაზად, ძალიან ნაზად. მაგიკარ დედას როები, აი ეს მოძრაობები გააკეთე, რომ შენ ისწავლო, როგორ ჩაუდო ძუძუ პირში. ასე ვერ შვები. ახლა ქირურგი გამოვიდა და ქირურგი მევიზა მე და იყივლა ხალხი და რა ხდება შენ რა უხეში ხელები ეხლა მაგუხეში ხელები ჩიგურიდა ეს უნდა ისეთი ნაზად უნდა გაუკეთო ეს ისეთი ფაფუკად იმიტომ რომ ის შვილი ბავშვია და ქალსაც მტკივნეული აქვს და ეს ყველა სტრესი მოიხსნება ქალს თუ დააწყნარებ ქალს ცოტა ფსიქოლოგიც უნდა იყოს ისე ვერ გააკეთო მოკლედ ფაქტია რომ სიყვარული საჭირო სწავლა იმისით სწორად როგორ მოიქცეთ და არაჩვეულებრივი პედაგოგი და ბევრი ადამიანის გადამრჩენელი და მადლიერი თვალების კი მართლა ასეა. ანუ პედაგოგიკად ყველა არ ვახსენე, გადაცემის შემდეგ ნაწილში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ, დაგველოდეთ რამდენიმე წუთში და დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ანონსის გაკეთებისას ვახსენე პედაგოგიკა და ყველამ გაოგნებულმა შემოხედა, ვერ მიხვდა რა შუაშია ასტროლოგია პედაგოგიკასთან. ნამდვილად არაფერი კავშირში არ არის, ეს ჩემი შეცდომა იყო, თუმცა რაღაც ეტაპზე ჩვენ იმდენად ხშირად ვუყურებთ, ვუსმენთ, ვიქექებით, რომ რაღაც ნაწილში სწავლობთ რაღაცეებს, ხომ ასე ასტროლოგიაში. ჩვენი სტუმარია ასტროლოგი ქეთი ოდიშელი, რომელიც გვეტყვის როგორი წელი იყო წლევანდელი, ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, მაგრამ ერთი რაც ვიცით, ის არის, რომ ამ წელს იყო 4 განსხვავებული მთვარის დაბნელება, რაც ხდება ძალიან იშვიათად და ამ ყველაფერმა როგორი ზეგავლენა მოახდინა და რა იქნება კიდევ წლის ბოლომდე. მოკლედ, აი ამ თემებზე რომ ვისაუბროთ. ვისაუბროთ, იქამდე გეტყვით, რომ საჩუქრად მოგიტანეთ ესეთი კალენდარი მომავალი წლის წელს, რაზეც ვისაუბრებთ და რაზე რეზუმესაც გავაკეთებთ, მომავალი წლის ყველა ინფორმაცია ფაქტიურად ამ კალენდარშია და ეს საჩუქარი თქვენ საჩუქრად ყოველი თვის მონაცემებით. დიდი მადლობა. სამეცადინო წიგნია. თავის პატარა პრაქტიკებით, მნიშვნელოვანი იგივე დაბნელებებით და ასე შემდეგ. დაბნელებები მართლაც წელს მნიშვნელოვანი იყო და გამორჩეული იყო განსაკუთრებით მარტის თვე წელს, იმიტომ რომ ძალიან დახუნძლული იყო სხვადასხვა მოვლენებით, განსხვავებული იყო, რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო რამდენიმე ფაქტორის გამო. ჯერ ერთი ეს კომპლექსურად რო შევხედოთ დაბნელება, სადაც ჯერ კიდევ აქტუალურია ეს ღერძი, დაბნელების ღერძი, ეს არის თევზები ქალწულის ღერძი და ნახეთ მართალია ეს დაბნელება ხდება ხოლმე პირიქით, ანუ სხვადასხვა ნიშნებში, უკუნიშნებთან ვითარდება, ასე ვთქვათ. და ეხლა უკან მოდის. და მომდევნო მნიშვნელოვანია, ამაზეც ორი სიტყვით ვიტყვი.
მაგრამ ნახეთ, რახან თევზები ხო ბოლო ნიშანია, ამიტომ გარკვეული ციკლი შეკრა ამან და ამიტომ თითოეული ადამიანისთვისაც და გლობალურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხითაც, ხო? გარდა ამისა, ამ პროცესში რა თქმა უნდა, მტკივნეული და ტრანსფორმაციული აუცილებლად, იმიტომ რომ ზოგადად სამყაროს, მატერიალურ სამყაროს ახასიათებს გარკვეული ციკლურობა, ხო და ყველაზე დიდი ციკლი ერთგვარი, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს მოიცავს, არის ხოლმე გარკვეულ პატარ-პატარა კრიზისებთან დაკავშირებული თითოეული ადამიანისთვისაც, ნუ განსაკუთრებით მოდი ესე ვთქვათ, რომ შევაჯამოთ ქალწულები და თევზებისთვის გამოვყოფდი, უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ოღონდ ყველა არა, უფრო ტიპიურებს ეხება, რა თქმა უნდა, მე უკვე ზოგადად ადამიანებს, ხო, იმიტომ რომ გავლენა მაინც შეიძლება ნებისმიერს ჰქონდეს, ხო, ან თევზების, ან ქალწულის. მე მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ სატურნი, რომელიც არის ჩვენი კოსმიური მასწავლებელი, ისო პედაგოგიკასთან გადავიდეთ, რა გადასარევად. ცოტა მკაცრი მასწავლებელია თან გავითვალისწინოთ, ასევე თევზების ნიშანს გადიოდა და მანაც ვიდრე თევზებზე გადავალთ. რეტროგრადული სატურნი, ეს მესმის ძალიან დიდი ხანია და რაღაც აი შიშის ზარცემს რეტროგრადული, რას ნიშნავს რეტროგრადული სატურნი? მაგასაც ვიტყვი, ჯერ ორი სიტყვით ვთქვათ თევზებში რატოა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისევ მანდარი, ხო? ესე იგი, თევზების ზოდიაქოს ნიშანს, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს გადის მოკლედ, რო ვთქვათ, 2.5 წელიწადი. ანუ ეს კოსმიური გამოცდების ბოლო ნიშანში, ნახეთ, ზოდიაქალური ამ ციკლის წრის ბოლო ნიშანს გადიოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რატოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, ნახეთ, ახლახანს იყო თევზების ბოლო გრადუსზე, ეს იყო 29 გრადუსზე, მარტივად რო გითხრათ, გრადუსები ეს არის დაყოფილი სეგმენტები, თითოეული ნიშანი 30-ად იყოფა და ეს 29 ბოლო გრადუსი ბოლოს წინა. ცნობილი არის როგორც მკვდარი თევზის გრადუსი ძველ ასტროლოგიურ წყაროებში. შესაბამისად, განსაკუთრებით უფრო კრიზისულია ხოლმე გლობალურადაც. მკვდარი თევზის პირველად გავიგე. ესე ქვია თითოეულ გრადუსს თავის სახელები აქვს მოკლედ. და ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ თევზების ციკლი, ანუ მთლიანად ჩაიხურა ამ სატურნის კოსმიური გამოცდებით, ხო, დიდი ციკლი ჩაიხურა, წარმოიდგინეთ 2.5x12. მათემატიკურად, ხო? და ეხლა რა ხდება, ნახეთ, სატურნი გაჩერდა დროებით და გახდა უკანმავალი, ანუ რეტროგრადულობა არის ესეთი ილუზიური ფენომენი ასტროლოგიური, რომელსაც ფაქტიურად პლანეტები თითქოს ჩერდება, შენელდება. რანაირად ასტროლოგიურად როგორ უნდა აიხსნას პლანეტის გაჩერება, ეს ხომ წარმოუდგენელია. შედარებით არა, საერთოდ არ ჩერდება. ან მიდის და უცებ უკან მიდის. კი ბატონო. ანუ ეს არ ხდება უკან სვლა, ეს არის უბრალოდ ამას ხსნით, საუბრობთ, თორე უბრალოდ შეჩერება, შენელება ხდება მოძრაობის. ხო? რაღაც მომენტი თითქოს დააპაუზა, ეს არის სტაციონარული მდგომარეობა და მე უკანმავალს ვეძახით. ანუ ნახეთ, უკანმავალი, როდესაც არის რეალურად, ანუ იგივე პროცესებში მივყავართ, ხო? იგივე ახლა რეტროგრადული მერკური მოდის აქტუალური იქნება აუცილებლად 9 რიცხვიდან და თქვენთვის განსაკუთრებით ამაზეც ვიტყვი მე და სატურნის შემთხვევაში ეს კარმული გაკვეთილების პროცესები, ნახეთ, თითქოს უკან მივყავართ თითქოს გამოცდების პერიოდიდან დროის მანქანით მოკლედ და ის კრიზისული момენტები სად რა ვერ გავასწორეთ, აბა რა გავაკეთეთ, უნდა გადავართ. ანუ ცხოვრებისეული გამოცდის პერიოდი გვაქვს, მაგიტოა ძალიან მნიშვნელოვანი. და ნახეთ, კიდევ დამატებით რატოა მნიშვნელოვანი, ახლა კალენდარულად რო ვთქვა, იანვარში იწყება ახალი წელი, ხო მასია, მაგრამ აი ეს ციკლები, რომელიც პლანეტარული ხდება რეალურად, სრულდება იანვარში, თებერვალში და არა ზუსტად იანვრის პირველ რიცხვში. და ამიტომ სატურნის კუთხითაც დიდი ურანსეც გაიგებდით ალბათ ნეპტუნზეც ამ პლანეტებზე ყველა რეტროგრადულია და აი ზუსტად მაგ პერიოდში ასრულებენ და თან მნიშვნელოვანი რატოა აბსოლუტურად ახალ ციკლზე გადავდივართ, იმიტომ რომ სატურნიც ვერძის ზოდიაქოში გადადის ფაქტიურად თავიდან იწყებს ყველაფერს ერთ წრეს და პლუს კიდევ ჩვენი აღმავალი და დაღმავალი კვანძი, რომელიც ეს დრაკონი კოსმიური, რომელიც დაბნელებების ფონს ქმნის ხოლმე, მოდი ესე ვთქვათ, გადადის, კი, დრაკონია, გადადის კაია, თუ არ ჩამოდის დრაკონი ძალიან კაი იქნება. მომდევნო ნიშანში, ოღონდ მომდევნო ნიშანი მისთვის არის წინა ნიშანი, იმიტომ რომ უკუღმზის და მთვარის მტერი არის, როგორც ცნობილია, მითოლოგიური პერსონაჟია ესეთი და ზედამთვარე თუ სწორად მოძრაობენ, ეს უკან მოძრაობს, უკუღმართია, ასე ვთქვათ. ამიტომ გადადის ლომის და მერწყულის ღერძზე და უკვე მათთვის და მათი ხასიათის თვისებები გარემოში გლობალურად და თითოეული ადამიანის დონეზე წამოვა ეს, რა თქმა უნდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღმოსავლური ახალი წელი ზუსტად ამ პროცესს ემთხვევა, ზუსტად მაშინ დგება თებერვალში 17-ში. მომდევნო წელი არის უკვე აბსოლუტურად გველის წელისგან განსხვავებული წელი, დავაანონსოთ თუ გინდათ და ვთქვათ, ცეცხლოვანი ცხენის წელია, რომელიც ცეცხლოვანი, ანუ ნახეთ
როგორ აღმოსავლურ ასტროლოგიაში არის 5 სტიქია, განსხვავებით კლასიკური 4 სტიქიისგან და იქ არის ცხენის წელი ძალიან საინტერესოა რატომ ნახე გარდა იმისა რომ ძლიერია აღმოსავლურ კულტურაში ცნობილია რომ ამ დღეს ყველაზე ცოტა საფრთხილო იყო ხოლმე ცეცხლოვანი წელი ცხენის არის 60 წელიწადში ერთხელ ამ დროს დაბადებული ქალბატონებთან ცოტა ფრთხილად იყვნენ ხოლმე მარტო ქალბატონებთან კაცებთან მე მეგობარი მყავს არა მამაკაცებს არ ეხება საერთოდ ქალბატონებთან იმიტომ რომ ცოტა საბედისწერო და ცოტა ის femme fatales განწყობა მოაქვს და ამ გაგებით ცოტა ისეთი იყო საფრთხილო ანუ ცეცხლოვან ცხენის წელში დაბადებული ქალები ფატალური 60 წელიწადში ერთხელაა და მომავალ წელს ფრთხილად ყოფნა რას ნიშნავს როგორ უნდა ვუფრთხილდეთ თქო რატო არ უნდა უფრთხილდეთ უბრალოდ თავის ოჯახისთვის როგორც ესეთი ცოტა ისეთი კრიზისულია თუმცა ნუ გავიგებთ ხო ნუ გავიგებთ ესე ბუკვალურად ნამდვილად მაგრამ აი ეს საინტერესო ფენომენია ხო რომელიც აი ამ ცხენის ცეცხლოვან ცხენს მაგრამ ნახე კეთი რას ამბობენ რომ ეს 2025 წელი თითქოს ტყავი გამოიცვალა სამყარომ რაც იყო ძალიან მტკივნეული პროცესი და 2026 წელს თითქოს ახლიდან უნდა ვისწავლოთ ყველაფრის კეთება ასე არის ნამდვილად იმიტომ რომ გველის წელი ისედაც აი გველს არ უყვარს ცნობილია თითოეული ზოდიაქოს ნიშანი განპირობებულია ეს თვისობრივად არსებულიდან ხო და გველინა არ უყვარს ფოთი ზედმეტი მოძრაობა ანუ სიბრძნის სიმბოლოა ხო კი და ნელა ძალიან გრაციოზულად მოქმედებს ასე ვთქვათ ხო ამიტომ ეს თვისებები იყო წელს ანუ სიბრძნის გარკვეული მომავალი წელი პირიქით ცეცხლი უნდა გაიჭრას ხო ერთგვარად და აი მოსამზადებელი იყო თითქოს ხო ერთი მხრივ თან ეს კრიზისული პერიოდები დასავლურ ასტროლოგიაშიც რაზეც ვისაუბრე როგორ დაემთხვა ნახეთ ერთი ციკლი დასრულდა მეორე ანუ ციკლები ბევრია და დიდი ციკლები დასრულდა თან ამიტომ ერთგვარად ნუმეროლოგიურადაც ნახეთ რა საინტერესოთ არის წელს 2025 ჯამში გვაქვს 9-იანი ეს არის ბოლო ციფრი ანუ ციკლის დასრულება ამიტომ ციკლის დასასრულიდან პლანეტა მარს შეესაბამება ცოტა ისეთია კრიზისული ცოტა მასკულინური საბრძოლო ენერგიებით მიხვდით და აი მომავალი წელი გარდა იმისა რომ არის ცხენის წელი და რაღაცა თითქოს უნდა ის გაჭრა მოხდეს გაიჭრას ეს ენერგეტიკულათაც უკავშირდება 10-იანს რომელიც ასევე 10-იანი ერთიანი იყო ციფრებიდან ერთიანია ხო ერთიანი მზეს შეესაბამება ოღონდ ეს როგორი ერთიანია 10-яნის ერთიანია 10-იანი ეს პლუტონია რომელიც მორიელებს მართავს მე ვიცი რომ კარგი წელი მოდის მორიელებისთვის ყველამ თქვა რომ რაღაცა ძალიან კარგი წელი მოდის სხვა შორის კარგი წელია ზოგადად ბევრი ნიშნისთვის გამოვყვებდი ფავორიტები წყავს მოდი ყველა ნიშნები რომ არ ვაწყენინოთ გადავედით მომავალ წელს ესე დრო რო არ შევჭამოთ ხო კი ბატონო მორიელი ვიტყოდი მორიელებიც ასე რატო არის მორიელები ნახე ფიქსირებული ასტროლოგიური ნიშნები ფიქსირებული ეს ცნება არის ასტროლოგიური და ლომ მერწყულის ღერძზე გადადის თქო როგორც აღნიშნე და თან მნიშვნელოვანი რატოა ლომში ზაფხულიდან იუპიტერის გადადის რომელიც ცნობილია ესეთი ავტორიტეტის მატერიალური სფეროს და წარმატების პლანეტა იღბალის პლანეტას ვეძახით ხო ამიტომ მომავალი წელი ფიქსირებული ნიშნებისთვის წარმატებული შეიძლება ისე ბედნიერების და სიამოვნების ელემენტები არ მოიტანოს თქვათ მორიელებისთვის იმიტომ რომ შრომაც მოუწევს მაგრამ წარმატებული არა სტაბილური წარმატება მე მგონი ამას არ შეუძლია მორიელებს მერწყული მორიელები და კურუები იმიტომ რომ ეს 4-ეული არის რომელიც ფიქსირებული ნიშნებს ლომი მერწყული მორიელი და კურა ზაბამისად მათთვის აუცილებლად ზაფხულიდან აუცილებლად უკეთესი იქნება აი ზაფხულამდე განსაკუთრებით მორიელები უფრო იმიტომ რომ კირჩხიბშია იუპიტერი მანამდეც ფორტუნა მოკლედ თქვენკენა მე უკვე შედარებით და მშვენივრად ვითარდება ზოდიაქოს ნიშნებს რის მიხედვით მოდი აი წლის დასასრულს თქვა ვინ როგორ შეაჯამებს კარმულად იქნება ეს დაბნელებების მეშვეობით თუ ინდივიდუალურ დონეზე ხო ძალიან დიდი ბოდიში სანამ ჩამოთვალს დაიწყებთ ერთი რაღაცა დილეტანტური შეკითხვა მაქვს ხრაზეც საუბრობს ნანიკო ანუ ჩემთვის ეს არის ჩინური და მე რასაც თქვენ პასუხობთ მაგრამ აი მუდმივად გრძნობ აი რაღაცა პერიოდს და მე მესმის ხოლმე რომ რაღაცა დაბნელება იყო ის იყო ანუ შეიძლება თუ არა რომ არ იყო გარკვეული მაგრამ მაინც რაღაცნაირად გრძნობდი ამ ყველაფერს და როცა იცი რაღაცა რაც მოსალოდნელია მერე თუ შეიძლება ამაზე მიპასუხეთ ამ ჩამონათვალის მერე რომ მომზადებული დახვედრა რა თუ არის შესაძლებელი როცა იცი ასტროლოგია სინამდვილეში როგორია ხოლმე რო არის წინასწარმეტყველება არ არის წინასწარმეტყველება ასტროლოგია არის ინსტრუმენტი რომელსაც ვიყენებ იმისთვის რომ ხვალ თუ ცოტა რთული დღე მაქვს რაღაც ისე მოვიქცევი მე რომ უკეთესობას არ დავგეგმო არ არის 100%-იანი ხო არ არის 100%-იანი მეცნიერება არ არის თუმცა დავამატებ რომ არის ძალიან მათემატიკური აი განსხვავებით ძველი ასტროლოგიისგან ახალი
ახალი ცოტა ლირიულია და ძველი ასტროლოგია არის სუფთა, მე ვასწავლე კიდეც ასტროლოგიას და ეს არის სუფთა რიცხვები, სუფთა ციფრები, ფორმულების გამოთვლა და მათემატიკა თუ ადამიანს ესმის, ასტროლოგია მისთვის ძალიან მარტივია. და რაც თქვენ ახსენეთ, რომ აი ვგრძნობ ხოლმეო და არ ვიციო, ეს ძალიან ბუნებრივია. იმიტომ კი არა, რომ ის პლანეტები ჩვენზე გავლენას ახდენ, ენას ექვაროდევს, ისიც გავლენას ერთმანეთზე ვახდენთ, ხო? ძალიან მიყვარს ეს დავინჩის სიტყვები, რომ ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან. თუმცა დავამატოთ რა, რომ ასტროლოგია არის ეს პლანეტარული ენერგიების გარკვეული ციკლებს ვკითხულობთ, ხო? და იმ ციკლში მაგალითად წელს აქტუალური იყო, ვიძახდი, რომ 2007 წელს რაც მოხდებოდა თქვენ ცხოვრებაში, იმ თემების გამეორება აუცილებლად. ოღონდ სცენარი კი არ მეორდება, ანუ ვიღაცას თუ გაშორება ქონდა, ან ვიღაცას თუ ქორწინება ქონდა, არ ნიშნავს, რომ ეხლა გაშორდები აუცილებლად. მე ორივე მქონდა გაშორებას და ესე იგი ეგ თემა იყო აქტუალური. ხო, ესე იგი ოჯახური თემა იყო აქტუალური. ვიღაცისთვის შეიძლება კარიერა და ამიტომ კარიერაში. და ჩემთვის თუ ყველაფერი იყო აქტუალური, ზუსტად 2007 წელს. კი, გავშორდი წინაქმარს, გავთხოვდი ახლიდან, ახალი სამსახური დავიწყე და ჩემი კარიერა წავიდა პიკში. ანუ ორივე პირადიც და ისიც ორივე ერთად. კიდევ დრო არის, იმიტომ რომ როგორც კალენდარული წელი არ ნიშნავს ახალ წელს, როგორც უკვე აღნიშნეთ, ესე იგი დახუნძლული წელი გექნებათ. და ძალიან საინტერესოა. ისედაც მორიელებისთვის არის ეგ, როგორც უკვე ვთქვი, კირჩხიბშია იუპიტერი, შესაბამისად წყლის ტრიადას, ასე ვთქვათ, აუცილებლად უფრო მეტად უმართლებს და გარკვეულწილად თქვენც აი თუ ვიცი ასტროლოგიური რაღაც გარკვეული პრინციპები, ამაში რომ ისედაც თუ ფორტუნა ჩემხარესა, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გავითვალისწინებ და გამოვიყენებ, ხო? და ამიტომ აუცილებლად ეს ასტროლოგია უცნაური რამე არის. აზარტულია, ვითომ ჯერ არ გჯერა, მე ცოტა იცინი. მე ნელა არ არის ინტერესები. ასტროლოგია არ არის სარწმუნოება, რომ ან ვირწმუნო ან არა. ასტროლოგია კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი. მარტ თუ დამიჯერებთ წლის დასაწყისში ესე ცალითვალით შევხედავ ხოლმე ჩემ რუკას, არანაირი ყოველდღიურობა არ არის საჭირო ამისთვის და უბრალოდ კრიზისულ მომენტებში ვითვალისწინებ, რა შეიძლება იყოს წამალი ამ დროს. როგორ შეიძლება უკეთესად მოვიქცი. აი ელემენტარულად ახლა მოდის ხო, რო გითხრა მაგალითად ვერ მივხვდით. ეხლა მოდის რეტროგრადული მერკური. ხო. რეტროგრადული მერკურის დროს, აი აქაც ამ კალენდარშიც არის რა უნდა გავითვალისწინოთ, რა შეიძლება იყოს ნეგატიურად გამოხატული, რა შეიძლება იყოს დადებითი კუთხე. მაგალითად 9-დან 29-მდე გვაქვს ეს პერიოდი, განსაკუთრებით ტელე-რადიო ჟურნალისტიკა და კომუნიკაციები არის საკვანძო თემა, რომელსაც ეხება ხოლმე და ძალიან ბევრი ისეთი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი შემოტრიალებულა და უთხოვია ბოლოს, რომ საკმაოდ ისე მაღალ თანამდებობას და ასე შემდეგ რო არიან, რომ სკეპტიკურად განწყობილი ამას გულისხმობ, რომ რა რეტროგრადული მერკური არა და ბოლოს უკვე გამომიგზავნა ერთი შენ გახარებას წლის განმავლობაში კიდე როდის არის მსგავსია, ხო, იმიტომ რომ ჭედავს ტექნიკა, მარტივად ისეთ ჭედავს, რა თქმა უნდა, ყოველდღე შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგრამ ამ პერიოდში განსაკუთრებით კომუნიკაციებში ხარვეზები რაღაც შეიძლება ვთქვა და შებრუნებულად ესმის ადამიანს აბსოლუტურად საბუთებში გაცილებით მეტი ხარვეზია ვიდრე მანამდე. მოლაპარაკებების გაცილებით უფრო პრობლემურია ვიდრე მანამდე. ანუ სტატისტიკა არსებობს რეალურად, რომ სტატისტიკა არსებობს. საფონდო ბირჟებს ელემენტარულად რომ გადახედოთ ხოლმე, რა ხდება მარტო რეტროგრადულ მერკურიზე არა, რომელიც ფულს ეხება ეგ თემები. გაოცდებით, იმიტომ რომ აუცილებლად ძალიან მათემატიკურია თქო მაგიტო ვიძახე. და რეტროგრადული მერკურის დროს ძალიან აქტუალურია უკვე ეცინებათ ხოლმე ეს ყველა მიცის, წელიწადში 3-4 ჯერ არის ხოლმე ესეთი პერიოდი, დაახლოებით 21 დღე გრძელდება და ყველა ვიცის რომ ეს არის ყოფილების მოbrunების პერიოდი. ეხლა არის ხო რაღაცა პერიოდი. 9-დან 29-მდე იწყება თქო მაგიტო. იწყება ნეტავილი მოbrunდება. ეფექტური არის რისთვის ეხლა ეს რა თქმა უნდა ვუტრირებ ცოტა, მაგრამ ეფექტური არის ახლა ნახეთ როცა ვიცი რომ ესეთი პერიოდია, რისთვის შეიძლება გამოვიყენო. საქმეები რომელიც მანამდე არ გამომივიდა, ეხლა გამოვა. მოლაპარაკებები რომელშიც ხარვეზი იყო, ეხლა გამოვა. შეიძლება დაშორებული წყვილები ეხლა მორიგდნენ. აი შეიძლება და ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ისო პედაგოგიკას რო დავაკავშიროთ, ახლა მაგის დავიწყეთ ნანუკა. გონებას განაგებს მერკური. და ის ხარვეზები ზუსტად მაგიტომ მოაქვს, რომ ეს ხარვეზები აქვს ჩვენ გონებას თითქოს, ხო? და აერორებს ხო პერიოდულად და დადებითი კუთხით რა შეიძლება ამ პერიოდში იყოს, მაგალითად მართვის მოწმება ვერ ავიღე, ეხლა შეიძლება ავიღო. ანუ გარკვეული გამოცდების კუთხით რაღაცა ვერავითვის ის კურსი ეხლა შეიძლება გამოვიყენო ძალიან კარგად გავიარო, ხო? იგივე ადამიანები, რომელიც მენანება, რომელთანაც რაღაც თითქოს დავასრულე, მაგრამ მაინც რაღაცა არ დამთავრებულა.
ძალიან მაგარია და გარდა ამისა დღეს არის ძალიან მაგარი დღე რა ხარ მოვედი ამაზეც 1 ნოემბერი ეს მხოლოდ ჰელოვინით ვიცით მაგრამ რეალურად ეს არის გაცილებით ქრისტიანობაზე უფრო დიდი ისტორია აქვს ეს არის სამაინობა კელტური ირლანდიურ შოტლანდიური ესეთი დღესასწაული რომელსაც ახალ წელსაც კი ეძახდნენ ხოლმე და ამ დროს რახან განმულებაზე ვთქვით ძალიან ეფექტურია დღეს როგორ აიცით 7 დღეს აღნიშნავდნენ ესეა ცნობილი და საკვანძუარი დღევანდელი დღე და 3 დღე იქეთ 3 დღე აქეთ ანუ შეგვიძლია გამოვიყენოთ რისთვის არა მხოლოდ ჭია კოკონობასავით ესე ცეცხლს ანთებდნენ და ამ ცეცხლით იწმინდებოდნენ ანუ დემონებს ამარცხებენ ხო მარტივად რო ვთქვათ დღეს არა მხოლოდ კი ხო სამაინობა ბევრი ვარიერსია არის რომ ეს სახელი თვითონ რას უკავშირდება ზოგი ვერსიით გარკვეულწილად ახალ წელს ზოგი ვერსიით სანსკრიტს მიაწერენ და ფიქრობენ რომ ის კავშირში არის შეკრებასთან და რეალურად ასეც ხდებოდა იმიტომ რომ შეკრება ხდებოდა და იწყება ზამთრის ანუ მოდი სიკვდილი ცოტა საშიში სიტყვაა და ზამთრის პასიურ ფაზასთან მომზადება უკვე რომ ამაში გადავდივარ კი ბატონო და ეს იყო აუცილებლად ზამთარი ასევე ასოცირდებოდა მიცვალებულთა სამყაროსთან და ნახეთ დემონიზაცია მერე შემოვიდა, ანუ დემონიზაცია თოცა საშიში ელფერი რომ მიიღო, თორე იმ დროს მიცვალებულებს პატევს მიაგებდნენ. მოსავლის აღებაზე რიტუალები იყო ძალიან საინტერესო ერთ-ერთი რიტუალი იყო. სამყაროს უსმენდნენ და მიყვებოდნენ, ხო? ციკლებით ხო მაგიტო ვახსენე. ციკლის მიხედვით ცხოვრობდა ყველა და ყველა. აუცილებლად. რო ვარღვევთ ახლა ამ ციკლებს, ანუ ხილი მარწყო პირობითად გვაქვს, როგორც იანვარში, ასევე ივლისში. ანუ ყველაფერი გვაქვს დღეს იმ წუთას როცა გვინდა. იცი რა, ეს ცოტა სადაო საკითხია. არა მარტო იმიტომ რომ ყველაფერს უდუალისტურია სამყარო ზოგადად კარგიც აქვს, ცუდიც აქვს. კარგი რა კუთხით აქვს, იმიტომ რომ ეს ჯადოსნობა რეალურად მეცნიერება და მეცნიერებას პროგრესი მოაქვს. ისიც რომ მარწყვი ეხლა გვაქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება გქონდეს მეცნიერებაა, ხო? მაგრამ ცოტა ეს დემონიზაციის ელემენტები და რაღაც ეს ცოტა მავნებლობაშიც გადადის ხოლმე ხანდახან, ხო? თუნდაც ეს ცხოველთა მსხვერპლშეწირვა და ასე შემდეგ. კი ადრე თუ იყო არნიშნავს, რომ დღესაც იგივე უნდა გავაკეთოთ, ხო? თუნდაც ამ კუთხით. ძალიან ეფექტური რიტუალია და მინდა ვთქვა, იმიტომ რომ დღესაც და ამ დღეებში ძალიან ბევრი გააკეთებს დარწმუნებული ვარ. ეს არის მაგალითად ორს ვიტყვი. ეს არის მაგალითად გოგრა, ამ პერიოდის ელემენტებია გოგრა, ვაშლი და ცეცხლის სიმბოლო, ხო? ძალიან ეფექტურია პირველ რიგში წმენდები, რახან ვახსენეთ, ყველა შეუძლია გააკეთოს დაავადებები, პრობლემები, ნებისმიერი ან დაფნის ფურცელზე შეუძლია დაწეროს და დაწვას, თუ დაფნის ფურცელი არ მოეძებნებათ, განსაკუთრებით ემიგრანტები მაღელვებს ხოლმე, იმიტომ რომ არ გვაქვს ესე წერენ ხოლმე, მე ჩვეულებრივი ფურცელი აიღონ, დაწერონ და დაწვან ეს ფურცელი. ფურცელს ვიღებთ პრობლემას. მაგალითად ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, ხო, კონკრეტულ დაავადებას დავწვავ ამას. მაგალითად რაღაც დღევა ესეც დღეებში განსაკუთრებით ეფექტურია. სხვა დროსაც ხო კეთდება. არა, რამდენიმე შეგიძლია, რაც პრობლემები გაქვს, ცალ-ცალკე დაწერ დაწვავ, ეს ერთი ძალიან ეფექტურია. ეხლა კონკრეტულად ამ დღეს კიდე რას აკეთებდნენ? მოსავლის აღებასთან, ქორწინებასთან, საბედოსთან დაკავშირებით ძალიან აქტუალური იყო ეს რიტუალები და ვაშლის ნათალი, ვაშლი დღევანდელი დღის ინსტრუმენტია, როგორც თქვი, ვაშლს თლიდნენ ისე, რომ საერთოდ არ უნდა დარღვეულიყო, არ უნდა ელარჯის პრინციპი. გადააგდებდნენ და საბედოს ინიციალი დაიწერებოდა. ეს იქნებოდა სერიოზული კამკანით დაიწერებოდა კანით ანუ რაღაც ფორმაზე ხო დავარდება ისე დაოჯახება როგორი პრობლემა ყოფილა კაცობრიობის იმიტომ რომ პრობლემა არის პრობლემა იმ დღესდღეობრივად ეს საბედოს დაგება ინტერესი ყოველთვის ყველა კულტურას აქვს რაღაც რიტუალი ისევ და ისევ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით მაგალითად როგორც წყვილი შევდგებით თუ არა ან როგორც წყვილს იღბლიანი წელი გვექნება თუ არა უკვე არსებულ წყვილს ტყის თხილეული მოქონდათ ხოლმე ცეცხლზე ხალავდნენ და თუ ეს დაიწყებდა მოძრაობას და ხოხტუნაობს ხოლმე როგორც წესი მაშინ ეს არ იყო მთლად კარგი ან ერთმანეთისგან თუ გარბოდნენ მაშინ რაღაცების პროგნოზირება შეიძლება ხო არასასურველის და თუ რაღაც მშვენივრად მოიხალება ისე რომ არ ირღვევა მათი მდგომარეობა ერთმანეთის მიმართ და ისეც ადგილი ეს უკვე ძალიან წარმატებული პროცესია ცრურწმენა თუ ეს არის მართლა რაღაცა ცრურწმენა რომელიც ნახეთ ცრურწმენაა ყველაფერი კი ესეც ცრურწმენაა მაგრამ ის რაც დინამიკაში ბევრი რაღაც წინაპრებისგან მაგალითად ის რომ ცუდი სიზმარი წყალს მოუყევიო ეს ხო რეალობა ოღონდ მარტო ცუდი სიზმარი კი არა გაგიგიათ ყველას ხო მსგავსი ფორმულირება მარტო ცუდი სიზმარი კი არა ეს არის დღევანდელი უკვე სამეცნიერო ვიცით რომ წყალს რამხელა გავლენა აქვს და წყალს სხვა შერს ერთადერთი სტიქია რომელიც არის ყველაზე მოქნილი ანუ რა ჭურჭელშიც ჩაასხავ ინფორმაციებს და ეს არის
მორიელების კეჭხიბების და თევზების სტიქია და ბრუსლის ფილოსოფიაც ამაზეა აწყობილი, იყავი როგორც წყალი. როგორც წყალი თუ იქნები, ანუ შორს იქნები სიკვდილის ცნებასთან, რატო? იმიტომ რომ მოქნილი ხარ და სანამ მოქნილი ხარ მენტალურად, ფიზიკურად, უკვე ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. თან წყალს არ არსებობს ბარიერი, რაც არ უნდა დაუყენო წყალი, ამას გაიტანს. კი ბატონო, და ეხლა არის ძალიან აქტუალური მოკლედ ეს თემა, წყალს გავაყოლოთ, ანუ მადლობა გადავუხადოთ, იმიტომ რომ წყალი ცოცხალია, ქვაც ყველაფერი ცოცხალია ჩვენ სამყაროში. გადავუხადოთ მადლობა და წყალი არის წმენდის ერთ-ერთი ძალიან კარგი ისე თქვა კიდე რაღაც ვკითხეთ, მაგრამ აღარ მახსოვს შევყევით საუბარს. რაღაცას გძნობ და არ ვიცი რას. მთვარეს აქვს მოქმედება ჩვენს გრავიტაციაზე და ჩვენს წყალზე. მთვარე წყალია ფაქტიურად, წყლებს განაგებს ასე ვთქვათ. ჩვენ მორიელები კიდე განსაკუთრებულად გავიგერო მორიელებს ძალიან მაგარი მორიელები არის ყველა ადამიანი ძალიან გრძნობი არის წყალი. დიდი სითხეები ჩვენი შემადგენელია წყალი. ინტუიცია აქვს მორიელებს განსაკუთრებით. მორიელებს განსაკუთრებით. ოღონდ ინტუიცია ბევრს აქვს, კარგი, ნახეთ მერწყულებსაც მშვენიერი ინტუიცია აქვს. მორიელს განსხვავებით კეჭხებისგან და თევზებისგან. გამოყვებდი რატო? ყველა უნიკალურია კეჭხების და თევზების, არ იფიქროთ რომ ვინმეს ვაკნინებ. მორიელს გამოყვებდი რითი იცით? მორიელი არის მებრძოლი. ოკულტურ წყაროებშიც მორიელი ეს არის მებრძოლი ნიშანი. შესაბამისად, მორიელს ინტუიციურად და შეგრძნებით შეუძლია აიტანოს ისეთი მძიმე ტვირთი, როგორიც არ შეუძლია იმას. გინდა ემოციური და გინდა ფიზიკური. თუნდაც წინასწარმეტყველოს, ანუ ისეთი მძიმე სურათი, მაგალითად პანდემიის რო ამდენი ადამიანი იხოცება და კვდება, სხვები უფრო სენსიტიურები არიან და მორიელს ეს ანუ მეომარია, მიხვდით და თან არის კარგი ინტუიცია, ეს ორი გაერთიანებულია, თორე კარგი მეომარია ვერძი, მაგრამ ვერძ არ აქვს ისეთი ინტუიცია, როგორც მეომარი. მაგრამ კეთი, აი მაგალითად მე პირველად ავიღე ხელში რაღაცა წიგნი ასტროლოგიაზე, სათაურებს გადავაკარი პირობითად ფურცელი რომ არ ვიცოდე ვის კითხულობ და დავიწყე კითხვა. მე პირადად ალბათ ასოცირებას მოვახდენ 12-ვე ზოდიაქოს ნიშანთან. ასეა? ბუნებრივია, ასეა, კი, სწორია. და რატო? იმიტომ რომ კაცობრიობა რომ დავყოთ 12 ნაწილად არ ნიშნავს რომ ყველა მორიელი ერთნაირია კირჩხები. ანუ მარტივად მინდა შეხედოთ სურათს ესე. თუ გინახავთ ზოგადად ასტროლოგიური რუკა როგორ გამოიყურება წრეზე, პლანეტები როგორ გამოიყურება, გესმით ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება. ზოდიაქოს ნიშანი ეს არის მზე. მზე არის ის, რაც ვიცი, რომ ნანიკო მაგალითად მორიელია. დანარჩენი პლანეტები, ეს არის ნანიკოს გონება. ეს არის ნანიკოს ემოციები, ნანიკოს ფასეულობები და ყველა შეიძლება სხვადასხვა ნიშანში იყოს. ანუ შესაბამისად, ნანიკო ეს არის ერთიანი პროდუქტი, მაგრამ ის, რომ თუნდაც შიდა კონფლიქტი გვაქვს, რომ გულს სხვა უნდა, გონება სხვა უნდა, რამდენჯერ გაგიგიათ, თუ ემოციურად ერთი მინდა, ისე მეორე, ჩვენ ვართ კომპლექსი და რაც უფრო ბევრი პლანეტა არის ერთ ნიშანში, ანუ ბევრი პიროვნება უფრო ერთნაირია, მით უფრო ტიპიურია ადამიანი და რა თქმა უნდა მასზე უფრო მეტად რეზონირებს ხოლმე ის პროგნოზებიც. თორე ის ბუნებრივია, რომ არც უნდა ვიყოთ ყველა ერთნაირი. ვერც ვიქნებით, იმიტომ რომ ყველა ვართ შემოქმედის უნიკალური, აი ორი იდენტური ადამიანი რო იყოს და შესაძლებელია რა თქმა უნდა, ერთი და იგივე წუთში რო დაიბადოს, შესაძლებელია განსხვავებული სამშვენელი აქვს, ანუ ეს სული და სამშვენელი ცოტა განსხვავებული ცნებებია. რატო არიან განსხვავებული? იმიტომ რომ პოტენციალი მსგავსი აქვს აბსოლუტურად იდენტური. გარემო სხვადასხვა ყავთ, ხო? კარმულ დონეზეც ახლა იმის რა მოყვება ვთქვათ ცხოვრებაში და მეორეს რა მოყვება, ის ხო არ ვიცით. შესაბამისად, ბევრი რაღაც მსგავსია ძალიან, მაგრამ ეს ორი განსხვავებული ადამიანია, იმიტომ რომ სული ღმერთისგან გვაქვს ცალკე სხვადასხვა. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო სტუმრობისთვის. თქვენს მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. პროგნოზი ვერ მოვასწარით, მაგრამ მომდევნო. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან. შესაძლოა რეკლამის დროა და დალისთან ერთად დაგიფრონდებით. დიდი მადლობა. ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და მეგობრებო, მაგიდაზე იმდენი კარგი ნივთი აწყვია, პირდაპირ მინდა რომ შევარდე ვიბანო, სახე დავიბანო. ხო და დალი უნდა შემოვიპატიჟო, გავარკვიო თუ რა აქვს მოტანილი და რა თემა მოგვიმზადა დღეს. სად გვინდება თუ არა რომ გავიხეხოთ ყველაფერი დალიკო. ვაუ! დალი მესამე კლასში გადავიდა უკვე. მეოთხეში. მეოთხე კლასში. მესამე. დალი ჩვენო ლამაზო ნათელო ადამიანო. სწორად გვინდება ამით დაბანა თუ შეიძლება რაღაცა სხვა ის იყოს ტენდენცია და იყოს შარფი. ძალიან საჭირო თემებზე გვაქვს დღეს ლაპარაკი, რა თქმა უნდა ხა.
მე ყოველთვის ვიძახი რომ როცა ჩაცმა გვინდა და ლამაზად გვინდა გამოვიყურებოდეთ პირველ რიგში არის ჩვენი მოვალეობა, ჩვენი თავის მოვლა და ჰიგიენა. და ამაში დამეხმარება დღეს ძალიან ლამაზი, ძალიან საყვარელი და ძალიან პროფესიონალი დერმატოლოგი, ექიმი დერმატოლოგი მაკა აზრუმელაშვილი და ვთხოვოთ სტუდიაში. მოდიში სოფიკო აზრუმელაშვილი. მე პედაგოგიკა დღეს გავასწავლე სოფიკო მოდიში დღეს ხო რომ მოვედი ხო მაკა დაგიძახე და ეხლა კიდე ნუ გიხდება ის სახელიც გიხდება ესეც გიხდება სოფიკო გამარჯობა ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხარ პირველ რიგში და ძალიან საჭირო თემებზე უნდა გველაპარაკო რასაც ქვია ეს არის თავის მოვლა და მნავნეში შემოიტანეს რაღაცა სასწაული ბრენდი თავის მოვლის საშუალებებით, რასაც ქვია სახის კანის და საერთოდ კანის მოვლის საშუალებები, რაც პირველ რიგში საიდან იწყება ჩვენი კანის რუტინა, ეს არის დაბანა და სწორი დაბანა და მოვლა და აი ეს ბრენდი Clinologicals-ზე გვინდა რომ გვესაუბრო სოფიკო, იმიტომ რომ იცით რომ ახლა ნამნე ძალიან გვანებივრებს ესეთი კარგი და ხარისხიანი პროდუქტით, მაგრამ ეს რაღაცა ძალიან განსაკუთრებულია აქამდე არ გქონია. და სოფიკო მომიყევი საერთოდ Clinologicals-ზე რა გაქვს ინფორმაცია და როგორ უნდა მოვიხმაროთ. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის ბრენდი ამერიკული, მაღალი სტანდარტის და მაღალი ხარისხის და ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. მრავალფეროვნება საერთოდ ყველა პროდუქტში და ყველა ბრენდში აუცილებელია, რადგანაც ცალსახად შერჩეული იქნეს სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის. აი მაგალითად, რასაც ქუსლზე გამოვიყენებთ და იდაყზე, სახეზე ვერ გამოვიყენებთ. ამ კუთხით ბრენდი ძალიან გვანებივრებს. ნეტა რამეს ვიყენებდეთ ქუსლზე და იდაყზე და იმში ვიყოს სხვა სახეზე მოისწავლეთ. საინტერესოა იმითი, რომ ეს არის დაპატენტებული ესეთი სპეციფიური ტექნოლოგია, რომელიც არის ეს მიკრო პატარა ბოჭკოები და ყველა ტიპის კანისთვის არის, კანის ყველა ტიპისთვის არის განკუთვნილი. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც მშრალი კანი აქვს და მგრძნობიარე და თulis, რომ რაიმე საშუალების გამოყენება მის კანს გააღიზიანებს, მან შეიძლება იპოვოს ამ ბრენდში ეს საშუალება, რომელიც ნაზი ტექსტურისა და არ დაუზიანებს. მე ვარ მომხმარებელი და მინდა ჩვენს მაყურებელსაც უთხრა მხოლოდ წყალში ვასველებ თბილში და თბილი წყლით ვიბან სახეს და სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერი ჩამოაქვს საპნის გარეშე. შეგერეოდით. მე მოგცემდით ესეთ რეკომენდაციას, თუ განსაკუთრებით ესეთი ცოტა მსუყე მაკიაჟი არა, მაკიაჟის გარეშე ვამბობ მხოლოდ. შემდეგ უკვე შეიძლება მოვიცილოთ ჯერ მაკიაჟი, იმიტომ რომ მე ძალიან ბინძურდება ღრუბელი და თქვენ არ ვიცით როგორ გაასუფთავებთ მას, იმიტომ რომ ჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ამ კუთხით. და როგორ გავრიცხავთ და როგორ შევინახავთ. დავიწყოთ იქიდან, რომ სწორი გამოყენება უნდა ამ ყველაფერს. გამოყენება გულისხმობს იმას, რომ ძლიერად დაწოლა საშუალებით არ გულისხმობს იმას, რომ კარგად გავსუფთავდებით და ბევრი ბაქტერია ჩამოგხსოვდება. პირიქით, იმიტომ არის ბენეფიტი ამ პროდუქტის არის ის, რომ არ საჭიროებს ძალიან ზედმეტ აგრესიას კანის მიმართ. ეს ერთი. მეორე, აუცილებელია შემდეგ უკვე რომ სწორად მოუვაროთ ღრუბელს. მოვლაში გულისხმება, რომ კარგად გავრეცხოთ, იდეალურ ვარიანტში იქონიოთ ანტიბაქტერიული საშუალება, საპონი და აუცილებელია მისი კარგად გაშრობა, რადგან ეს გარემო ძალიან ხელსაყრელია ბაქტერიებ, ზოგადად მიკროორგანიზმებისთვის ნოტიო გარემო და არ დავივაბადოთ. შენახვის პირობებიც ალბათ კონკრეტულ კონტეინერში მოვათავსოთ. იდეალურია რომ კონტეინერში აპირიქით, უფრო ჰაერზე რომ კარგად გამოშრეს ღრუბელი. მე საერთოდ მანქანაში ვრეცხავ და ვაშავებ. მე ვფიქრობ, რომ აშავებთ იმ კუთხით, რომ ესენი გაფუჭდება. გავაფუჭებ. დიახ, თვითონ მატერიალი, ეს ბოჭკოები გაფუჭდება და ისეთი ნაზი ტექსტურა აღარ ექნება. და თქვენ კანს დააზიანებთ შემდეგ. ამიტომ არის კომპანიის რეკომენდაცია, რომ იდეალურ ვარიანტში თქვენ ნახევარი 2 თვეში უნდა შეიცვალოს. ერთი რომ თავი დავიცვათ ეს მიკროორგანიზმების და მეორე თვითონ ტექსტურა აღარ არის ისეთი კარგი. აღარ ვიზამკვირდებით. კი ბატონო. ასევე დავამატებდი, რომ ეს ერთი როგორ მოვუარეთ კანს და აუცილებელია შემდეგ უკვე კანის მოვლის გაგრძელება, კარგად შემშრალება კანის და აუცილებლად დატენიანება, რომ აღვადგინოთ ბარიერი და არ დაირღვეს ეს ჩვენი ლიპიდური შრე ძალიან აგრესიულად და არ გადაგვიშრეს კანი.
იცი რა მაინტერესებს კიდე მე ძალიან მომწონს ამისი ამ პროდუქციის კიდე რა მომენტი იცი რომ აქვს აი ესეთი ორი ზედაპირი აქვს ძალიან რბილი და მეორე კიდე ცოტა ესეთი აღში ცოტა ექსფოლაცია რო გვინდა გავაკეთოთ ხო? აი ეს იქნება მექანიკური მსუბუქი ნაზი პირი. ამით უმეტეს თვალზე რო გინდა რომ დაიბანო, კარგად ამოატრიალებ, ნახე რა კარგი ის აქვს. კარგია და აქ არის ექსფოლაცია. ანუ ლაინერი ტუში თუ გისვია, უფრო მარტივად წაიღებს. ალბათ ტუჩიც კი, ყველაფერი რა თქმა უნდა, რასაც არ ჭირდება ზედმეტი ექსფოლაცია. თუ შეიძლება სეზონურად გავითვალისწინოთ, აი მაგალითად ზაფხულში უფრო ნაზირბილი გამოვიყენოთ, ხო? იმიტომ რომ განსაკუთრებით ქალბატონებს, რომელსაც მზე უყვართ, არ არის რეკომენდებული, რადგან მექანიკური ტრავმატიზაცია მერე მზეზე გასვლა ეს ცოტა გართულებებს პიგმენტაციას წამოიყვანს. და კიდე რა ადგილებში მინდა რომ აი ჩვენ ვლაპარაკობთ კიდე სოფიკო გაგახსენებ რომ ვისაც აქვს ეს პაპილომას ისინი რა ქვია პატარა ხალები აუცილებელი იქ ნაზად დავიბალოთ რომ არ მოხდეს ამ ვირუსის გადატანა სხვა ადგილებში. ანუ თუ კი შემთხვევით მოძრა და ბევრს ემართება ეს უხეში მოპყრობისგან, მე მრავლდება? აი ეს პატარა ნაწილები, რასაც თქვენ ახლა ხშირად ხდება მექანიკურად. არის, ესე ვთქვათ, ჩვეულებრივი ფიბროზული წარმონაქმნები კანის, ეს არ არის ვირუსების მატარებელი, არის ეს ეგრეთ წოდებული ბრტყელი მეჭეჭები. ამის დიფერენცირება ალბათ ჯობია ექიმმა გააკეთოს და მისი რეკომენდაციით ან გამოიყენებთ ან არა. სასურველია, რომ თუ აი ეს ბრტყელი ზედაპირის მქონე მეჭეჭებია, მისი დამუშავება და უხეში გავგლიჯავთ ახლა გასაგებია. მე გადაიტან სხვა ადგილს. ასევე თუ აქვს პაციენტს მაგალითად ფსორიაზი, თუ აქვს დერმატიტი გამგართული, ან რაიმე დაზიანება ქსოვილისა, კი ბატონო, სასურველი არ არის რომ გამოიყენოთ და გააბრაზოთ ბრჭყალებში კიდევ. რბილი მხარე უნდა გამოიყენოთ, არა უნდა გამოიყენოთ, მაგრამ არა ექსფოლატორი, არა აგრესიული, რბილი. აი მაგალითად, აი ესეთი აი ეს ღრუბელი ცხვა აი ეს ღრუბელი ხო რბილად იწლება. ეგ მაინც აგრესიულია რომ იცოდე. ჩემთვის აი ამის უკანა მხარე იქ, აი ამას შემოგთავაზებთ. აი აქედან უკანა სასწაული ეს ისიც არის რაც ახლა თქვენ გიჭირავთ. და ეს ქვაბის სახეხი ეს როტო საინტერესო. მე ამას ხმარობდი ბავშვობაში ქვაბის სახეხს აბაზანაში მართლა. აი როდესაც სახსრები, აი მე მაგალითად არ მიმუშავებს კარგად და უკან ზურგს აი შუა ნაწილს ხერხემლის არეში შევა ვერ მიწვდეთ. ეს წარმოიდგინეთ რომ პირსახოცის ფორმას მიიღებს და მე მგონი სხვადასხვა რაღაც გიჭირავთ თქვენ ახლა. პლასტიურია, ხო, ნუ ეხლა ამაზეა საუბარი. აი ამაზეა საუბარი. პირსახოცის აი ესეთი, ხო, პირსახოცის ფორმა და სამჯერ მეტად იწელება. ამიტომ იდეალურად შეგიძლიათ ყველა ზონას მიუდგეთ. ეგ სახეზეც ძალიან კარგი იქნება. აი დიდი მასიური ეს რისია ეს? ეს ძალიან ეს ცოტა ესეთი უფრო მეტად როდესაც ქუსლები გესვენ მაგას ეგ არის ქუსლები იდაყვები სადაც მართლა გჭირდება ცოტა ეგრეთ წოდებული ცელულიტის დასამუშავებლად და გადამოიგონი იქნება აი წლიული მოძრაობით ის კანს რო ეძახით კიდე ჩაგეჭრებით ბოდიში აი როდესაც გვინდა ცოტა უხეში ექსფოლიაცია რო კანი დავათხელოთ აი მაშინ შეიძლება ესეთი რამე ხმარობდი ქვაბის სახეხებს და დამეწია ტექნოლოგია რა მგონია რომ ბატონი ქონა თათმანების როგორ უფრო ფრთხილად უნდა იყოს მე მაგალითად ძალიან მეყვარს ხალხათმანი. ხო, ნუ ესე არჩევანი დიდია. თავარია რომ უსმინოთ ჩვენს კანს, ანუ გულისხმობ იმას რომ ჩვენ შეგვეძლოს განუსაზღვროთ, ეხლა გვჭირდება ექსფოლიაცია თუ არა, მას კანი აუცილებლად გვეტყვის. როდესაც სიმშრალისკენ წავა, ყოველდღე არ არის რეკომენდაცია. კვირაში ერთ მაქსიმუმ ორჯერ. იცის თუ ძალიან სქელი დერმა და სქელი ეპიდერმისა და ჩამორჩქნა. უხეშზეა საუბარი, თორე რბილით ყოველდღე შეგვიძლია. დამატებული კარგი სკრაბი იქნება იდეალური, როდესაც არ გადააბატოთ. არა, თავითონ მექანიკური ექსფოლიაცია თვითონ აკეთებს. ანუ აღარ არის საჭირო. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის ეს მიკროფიბრა ძალიან მოდაში ახლა ესე ვიტყვი. არსებობს თქვა სახლის მოვლის საშუალებები, ტილოები, სახის მოვლის და თითქოს ქიმიის გამოყენება აღარ ხდება საჭირო. ანუ რაღაცნაირად ეკონომიასაც ვაკეთებ საწამლავზე, ხო ასეა? აი ეს მინდა რომ ამაზე აი ხო, ეკომეგობრული პროდუქტია. დუშგელზე და შხაპის გელზე თუ შეიძლება რომ მითხრათ აი ესეთი ფილტრი. ესეც გახავთ ამერიკული ბრენდი, მაღალი კლასის და პრემიუმალური კლასი. საინტერესოა იმითი რომ ჩვენთან ძალიან ჩვენს კანის სპიაშთან ძალიან ახლოს არის და არ იწევს კანის გადაშრობას.
ფორმულა უნიკალურია, აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც აშრობს კანს და აუხეშებს არ შეიცავს, მეტიც არის შიგნით ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც ატენიანებს, ყველა ტიპის კანისთვის არის და აი გზნობიარე კანის ტიპმაც კი შეიძლება გამოიყენოს. ამათი კომბინაცია დამეგობრება ცოტა შეიძლება, იმიტომ რომ ის მსუბუქია. თქვენ რომ სკრაბი ბრძანებთ, იქ ცოტა იმას აღარდება კიდე ესეთი უხეში. ეს სამივე არის შხაპგალი, ანუ აი ეს პოლი რაღაცა სხვანაირი. აი ესენი რეტინოლი გახლავთ აქეთ. ის კი. რეტინოლი კიდე ასევე ძალიან ტრენდული მინდა ცალკე ის რო იტყვიან დაუთმოდ რო, იმიტომ რომ ჩემთვის რეტინოლი მაგალითად არის აი must have, რასაც ქვია. იმიტომ რომ ბოლო 2 წელიწადია თან აი ამ ბრენდის პიტერ თომასის იმას ვიძენ ნავნეში ამ რეტინოლს განსაკუთრებული რეტინოლია რატო სცემენ პატივს ასე ამ აი რეტინოლს ნახე რა შვება აი ზუსტად თუ გინდა მიიღო ნაოჭებისგან თავისუფალი კანი უნდა სულ იხმარო საღამოობით ოღონდ ძილის წინ რეტინოლი და დამეთანხმე რეტინოლზე გადავიდე ესე იგი სოფლიომ მეცნიერებამ რაც თავარი აღიარა რომ რეტინოლი არის ნივთიერება რომელიც უჯრედულ განახლებას უწყობს. ანუ AD ვიტამინი ხო დაახლოებით იგივე შემადგენლობაა რეტინოლი? მარტივად ესე მითხრეს გამიგია. ნუ აი თლად ეს ახმამაღლა ვერ ვიტყვი. იმათ თავისი როლი აქვს, მაგრამ ეს უფრო უჯრედულ განახლებაზე მუშაობს. შესაბამისად ასტიმულირებს რა უჯრედების ესე ვთქვათ კარგი ჯანმრთელი ლამაზი უჯრედების წარმოქმნას, კანი იღებს უფრო უკეთეს შესახედაობას. ეხლა მინდა გითხრათ ამ ბრენდის უპირატესობა არის ის რომ მას ტანის რეტინოლიც აქვს და სახის რეტინოლი. ტანსაც აქვს რეტინოლი. იმიტომ რომ თანდათან უფრო ტრენდული ხდება მაგალითად საზაფხულო კოსტუმებში რო ვართ, აი მუცლის წარე რო იყოს ცოტა მკვრივი. ძალიან დიდ ყურადღებას ახდენენ აქცევენ ქალბატონი მუხლებს, საყობრებად ან ზედმეტად ხელები კი ბატონო. ისრის არის. ასე უფრო ბიორევიტალი. კი ბატონო. ასევე მინდა დავამატო, რომ აი შემადგენლობაში არ არის ნახეთ გათვლილია ის, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, კარგად უნდა ჩამოვიბანოთ მკვდარი უჯრედები ქსოვილიდან, ჩამოვიბანთ რა, ვაუმჯობესებთ მე აქტიური ინგრედიენტების შეწოვას კანში. ერთი მინდა გავუწვა ხაზი, რომ აუცილებელია, რომ კანი კარგად იყოს გამშრალი, რომ ზედმეტი გაღიზიანებისგან დავიცვათ. სუფთა მშრალ კანზე. დიახ, კი ბატონო. აი ტანის შემთხვევაში ის დამატებით მაგალითად სკვალენს შეიცავს, აი სხვადასხვა დამატენიანებელ ინგრედიენტებსაც, რომ არ გაღიზიანდეს კანი. რეტინოლი და მზის სხივები, ანუ რა არ მეკოპრო. იმიტომ არის რომ დილით აუცილებელია დამატენიანებელი კრემი ისევ და ისევ რო არ გაღიზიანდეს კანი და SPF-ი შემდეგ უკვე. ასევე მინდა დავამატო სახის შემთხვევაში და ზოგადად ამ ბრენდს აქვს. ნახეთ, ჩვენ ზოგადად რაღაცას რომ დავიტანთ კანზე, ჩვენ კანს აქვს ბარიერული ფუნქცია. ანუ თქვენ რო შხაპის ქვეშ დადგეთ, თქვენი წყლის მოლეკულები ჩვენს ორგანიზმში არ გადადის. ანუ რას ნიშნავს, რომ ჩვენ გვიცავს ჩვენივე კანი გარემო ფაქტორებისგან. შესაბამისად, საჭირო გახდა, რომ თქვათ გაგიგიათ ალბათ ამპულებს რო გადატეხავენ ა ვიტამინი და წავისვიო. ის იმხელა მოლეკულაა, რომ არ შეიწოვება. თქვენ იკმაყოფილებს შინაგან რაღაც განცდას, რომ რაღაც გავაკეთე, მაგრამ რეალურად ეს არ მუშაობს. აი ამ მაღალი ტექნოლოგიების იდეა გახლავთ ის, რომ ეს დაანაწევრეს, გახადეს ძალიან პატარ-პატარა და ცოტა გასაგებად რო თქვა, ანუ კაფსულაში ჩასვეს, რაც ტრანსმიტერებს, ანუ გადამტანის როლს ასრულებს და მისი შეწოვა კარგად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ეს რომ დაიტანება კანზე, ერთიანად არ ბჭყალებში გასკდება ეს კაფსულები და ერთიანად ახდება შეწოვა ქსოვილში. დღის ღამის განმავლობაში ეს თანდათან მუშაობს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ კანი არ გაღიზიანდეს. აი ამ ბრენდის ნიშა ამ კუთხით ეს გახდა. ეს არის. მან გაიხაროს მინდა სპეციალურად უფრო მეტი ყურადღება აი მას კლინოლოგიკს მოგაქცევინოთ ყურადღება და გაჩვენოთ როგორი ფართო არჩევანია. ლამაზი ფერადი. აი ესეთი ფერადი და რა ლამაზია, როცა შესააბაზანოში აი ასეთი ფერადი რაღაცა აქსესუარები რო იტყვია ყველაფერს მარტო ჩვენ არ გვინდა პრანჭვა ჩვენ სახსაც და ჩვენ სააბაზანოსაც და მით უმეტეს ქალებისთვის სააბაზანო არის ჩემი არ ვიცი ყველაზე ესეთი მისტერიული ადგილი. თან მინდა გითხრათ ყველაზე დიდ ორგანოს დამე
გამეთახმების ჩვენს ორგანიზმში ანს სჭირდება განსაკუთრებული დაცვა, იმიტომ რომ არა ჩვენი კანი, ჩვენი ახალგაზრდობა ყველაფერი არის იწყება ჩვენი კანის მდგომარეობიდან და ამიტომ ვიხმაროთ კრინოლოჯიკის აი ესეთი სასწაული პროდუქცია ნავნეში იშოპინგ ბიუჯეტურ ფასად ჩვენ გვაქვს ძალიან ბიუჯეტურ ფასად და ერთი რაღაცა მინდა კიდე კითხო სოფიკო ცოტა ისეთი ისინია ხოლმე რომ პროდუქციაზე ნავნეში რომ აი მე ვადაგასული და ცოტა ის არის და ცოტა მინდა როგორც ხო ჩამოწერილი და რაღაც აი მინდა რომ აი რაღაც პატარა ორი სიტყვით გითხრა და დაგვემშვიდობა და ძალიან ცოტა თანამედროვე ხედვებით ან ეს AI ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას რომ რაღაცები მარტივად გადავამოწმოთ. ნუ ერთი რომ ვადაგასულს არავინ გამოიტანს ახლა სტენდზე გასაყიდად, ერთი აუცილებლად ყველაფერი მოწმდება. კი ბატონო, ერთი რომ თქვენ თავადვე შეამოწმოთ, ამის შესაძლებლობა გაქვთ, განსაკუთრებით ისეთი ბრენდები, რომელზე ინფორმაციის მოძიებაც შეგიძლიათ და თუ მაინც და მაინც იყიდეთ და ძალიან მალე თქვათ გაუვიდა ვადა, იცოდეთ რომ ხა ესეთი ხმამაღალი რეკომენდაცია არ იქნება რომ გააგრძელეთ მისი გამოყენება, მაგრამ მითითებულია ყოველ. კი ბატონო, გახსნიდან რაღაცა პერიოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამიტომ გახსნიდან. ყოველთვის არის მითითებული. იმიტომ რომ რაღაცა, იმიტომ რომ დედა ფარმაცევტი ყავს და ყოველთვის მეუბნებოდა რომ რამდენიმე თვე ყოველთვის შეგიძლია იხმარო და არაფერს არ დააზიანებ და დაუშავო წამოსეს. დიდი მადლობა ჩვენ ყველამ გემშვიდობებით. ისეთი ის ქონდა ხო ინფორმაციული ძალიან კარგი რჩევებით. სასწაული დერმატოლოგი სოფიკო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ნახვამდის ხვალამდე.